როცა ბიზნესში ფინანსურ სიზუსტესა და დანაკარგების შემცირებაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი ინვენტარიზაცია. ეს არის პროცესი, რომელიც ბევრისთვის ჯერ კიდევ ფორმალობა დაღიქვება, თუმცა რეალურად პირდაპირ გავლენას ახდენს კომპანიის საქმიანობის შედეგებზე. სწორად დაგეგმილი და შესრულებული ინვენტარიზაცია კომპანიას ეხმარება ზუსტად აკონტროლოს რესურსების შეამციროს, დანაკარგები და მიიღოს უფრო ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებები. ამ თემაზე ვისაუბრებთ ინვენტარიზაციისა და კონსალტინგ კომპანია ინვენტერის მმართველ პარტნიორთან. ნიკოლოზ გურგენიძეა ჩვენი პირდაპირ ეთერის სტუმარი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. თავდაპირველად მაყურებლისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, რას ნიშნავს ინვენტარიზაცია პრაქტიკაში. მე ვახსენე კიდეც რომ ზოგიერთი კომპანიის შემთხვევაში ერთგვარად მიაჩნიათ რომ ეს მაინც და მაინც საჭირო საქმე არ არის, თუმცა რეალურად ინვენტარიზაციის გარეშე ძალიან რთულილად წარმოსადგენია რეალური ბიზნეს შედეგების მიღწევა. მაშასე რა არის ინვენტარიზაცია და რამტომ აქვს მას მნიშვნელობა? მოგესალმებით, დიდი მადლობა თქვენ ეთერში მოწვევისთვის. ინვენტარიზაცია არის კომპანიაში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კომპონენტი, რაც შეიძლება რომ ბიზნესმა ჩაატაროს ორგანიზაციაში, როგორც ითulis ბიზნესი ფულს, სალაროში თუ რამდენი აქვს, იგივენაირად უნდა დათვალოს ნედლეული მარაგები და ძირითადი საშუალებები. ბიზნეს პროფილს გააჩნია რა მიმართულებით ოპერირებს ბიზნესი ბაზარზე, თუ აქვს წარმოება, ყველა ვარიანტში უნდა კონდეს დათვლილი ნედლეული და გამოყვანილი კონდეს, ასე ვთქვათ, კალკულაციის ნაწილი. თუ აქვს საცალო ვაჭრობა, სასაქონლო მარაგი უნდა კონდეს დათვლილი, რითიც ის ვაჭრობს და იღებს შემოსავალს. თუ აქვს, ასე ვთქვათ, საოფისე საქმიანობას ეწევა ან საფინანსო ინსტიტუტია, ბანკი, სადაზღვეო ან მსგავსი ტიპის ორგანიზაცია, ყველა ვარიანტში უნდა კონდეს ძირითადი საშუალებები აღწერილი. არსებობს ისეთი კომპლექსური ბიზნესები, მაგალითად დიდი ტიპის ბიზნესები, ჰოლდინგის ტიპის, რომლებიც უფრო კომპლექსურად უყურებენ ამ საკითხს, იმიტომ რომ მათ წარმოებაც აქვთ, დისტრიბუციაც აქვთ, საცალო ვაჭრობაც აქვთ, რესტორანიც აქვთ, სასტუმროც აქვთ და კლინიკაც და ასე შემდეგ და ნედლეული საღრიცხვაც მნიშვნელოვანია მათთვის მარაგებისაც და ძირითადი საშუალებებისაც. კი ბატონო, ასეთ სიტუაციაში დავუშვათ საინტერესოა, თუ არ განახორციელა ამა თუ იმ კომპანიამ აი ეს ყველა პროცედურა, რომელიც ახლა თქვენ ჩამეთვალეთ, რა რისკების წინაშე შეიძლება დადგნენ ისინი? აი მე განმეორდები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ორგანიზაციაში არის ის კულტურა, რომ ორგანიზაციამ დათვალოს სალაროში თანხა რამდენი აქვს და ელემენტარული მოგება ზარალი რა აქვს, ამ უწყის გაყვეს და ნახოს რეალურად კომპანია რა ადგილას იმყოფება კონკრეტულად ამ თვის ჭრილში თუ კვარტლის თუ წლის ჭრილში, ზუსტად იგივე პრინციპი არის მარაგი, ძირითადი საშუალება და ნედლეული, იმიტომ რომ ეს არის იგივე ფული. და როცა ბიზნესი ამას ხვდება, რომ ასე ვთქვათ, ფულის მატერიალურად შეხების გარდა კიდე არის პროდუქტი, რომელსაც ის ან აბრუნებს, ან ბიზნეს საქმიანობისთვის იყენებს, რომელსაც ღირებულება გააჩნია და ამ ღირებულების ხარჯზე ის ქონების გადასახადს იხდის წლიური ფინანსური ანგარიშგების აუდიტის კუთხით პირველი და მეორე კატეგორიის ბიზნესი თუ არის იქ კიდევ ინვენტარიზაციის პოინტი არის, რომელიც აუცილებლად გამწვანებული უნდა კონდეს, რომ წლის ჭრილში მან ინვენტარიზაცია ჩაატარა. ასევე მესამე კომპონენტი, რაც შემოვიდა რამდენიმე წლის წინ, არის ეს მარტისთვის მოგების დეკლარაციის წარდგენის პერიოდში, რომლის ვადაც არის 15 აპრილამდე, ნებისმიერ ბიზნესს აქვს ვალდებულება, რომ სასაქონლო მატერიალური მარაგების და ძირითადი საშუალებების ნაშთი მიუთითოს. აი ამ სიტუაციაში დღეს ქართული ბიზნესი როგორც არის წარმოდგენილი, ყველაზე მეტ სირთულეს ამ ნაწილში, რომელი მიმართულებით ვაწყდებით, სულ ბიზნესში თუ მცირე და საშუალო ბიზნეს ამ კუთხით ბევრად მეტი პრობლემა აქვს და ბევრად ნაკლებად გააზრება იმისა, რატომ არის მნიშვნელოვანი დავუშვათ ინვენტარიზაციის სწორი განხორციელება. ეს ისეთი მიმართულებაა, რომ ესე ზოგადად კომპანიებს უჭირთ ამ მიმართულებით კვალიფიციური თანამშრომლის აყვანა. იქიდან გამომდინარე, რომ არის პროფესიები, რომელსაც შეისწავლი, მაგალითად ბუღალტერია, ბუღალტერულ წიგნებს გაივლი, არის პროფესიები, რომელსაც ყველა ვარიანტში ამთავრებ უნივერსიტეტში და იღებ, ასე ვთქვათ, იმ განათლებას, რაც შემდეგ უკვე ბიზნეს საქმიანობაში უნდა გამოიყენო. ინვენტარიზაცია ის მიმართულება, რომელიც 99% მთლიანად პრაქტიკაზე არის დაფუძნებული და ამას ესე კონკრეტულად რაღაცა ვერც სახელმძღვანელოთი ისწავლი და ბევრ რაღაცაში უნდა ერკვეოდე. ანუ მეც ახლა ჩემ კლიენტებთან ურთიერთობის დროს დიდი ბიზნესი იქნება მცირე თუ საშუალო, ყველას აქვს ის
გამოწვევაო, რომ შეიძლება თვითონ იმის რესურსიც კონდეს და თანხა მობილიზება გაუკეთოს თანხას, რომ ან დეპარტამენტი შექმნას, მაგრამ ამ დეპარტამენტის შემდეგ მონიტორინგი და მათი გაკეთებული სამუშაოების ასე ვთქვათ, ხარისხის შეფასება უჭირთ. ამიტომ უკვე შემოდის აქ აუთსორს ნაწილი, რომელიც ასე ვთქვათ, მე შემიძლია რომ მივაწოდო ბიზნესს, როგორც კვალიფიციურმა კომპანიამ, რომელსაც საქართველოს ბაზარზე ნებისმიერი ბიზნეს მიმართულებისთვის ინვენტარიზაცია აქვს ჩატარებული. რამდენად აქტიურები არიან ბიზნესები, დაუშვათ აი ამ საკითხთან მიმართებაში პროფესიონალების დაქირავების კუთხით და რეალურად თქვენ თვითონაც ახსენეთ, რომ ეს არის ისეთი მიმართულება, რომელზეც ასე ვთქვათ, პროფესიონალების სიმრავლეს არ განვიცდით. აი ეს შემთხვევაში კომპანია როგორ უნდა დარწმუნდეს, რომ ესა თუ ის კომპანია, რომელსაც ამ ნაწილში დაიქირავებს, სწორედაც რომ პროფესიონალურ მომსახურებას გაუწევს, აი ამ მიმართულებით რისკი რა კუთხით არსებობს? რისკი ბევრად უფრო ნაკლები არის, ვიდრე შიდა სტაფით ამ პრობლემის მოგვარება. მე პირადად მაქვს 12 წლიანი გამოცდილება ბაზარზე, ჯერ მუშაობდი საშემფასებლო კომპანიაში, შემდეგ უკვე აუდიტორულ კომპანიაში ვიყავი ამ მიმართულებების ჰედი და უკვე მე-5 წელი არის, რაც ეს სერვისი მაქვს უკვე პირადად გამოტანილი გარეთ და ჩემი ყველა თანამშრომელი, რომელიც ჩემი გუნდი არის დაკომპლექტებული ამ თანამშრომლებით, ყველა თანამშრომელი შედის ნებისმიერ ბიზნესში ინვენტარიზაციის გასაკეთებლად. აი ეს ნიშნავს, რომ არ მყავს მე ესე დაყოფილი, რომ კონკრეტულად აი ეს ერთი ჯგუფი მარტო ძირითად საშუალებებზე ვამუშაო, ერთი ჯგუფი მარაგებზე, ერთი ჯგუფი პირობითად ნედლეულზე. და განსხვავებული სპეციფიკა არ არის, მაგალითად მსხვილი და მცირე ბიზნესების შემთხვევაში? განსხვავებული სპეციფიკა არის ერთადერთი რაოდენობაში. და მეორე რა პრობლემასაც მე პირადად ვაწყდები, არის ის, რომ დიდ ორგანიზაციებში უფრო მოწესრიგებული არის ბუღალტერიის ნაწილი და გატარებები მათ ბუღალტრულად უფრო მოწესრიგებულად აქვთ ბაზაში, ვიდრე მცირე და საშუალო ბიზნესები. მცირე და საშუალო ბიზნესი, როგორც მოგეხსენებათ, უფრო თვითდაფინანსებაზე არის დამოკიდებული და ჩამოკიდებული, ასე ვთქვათ, თავის თავზე და როგორ ოპერირებს ბაზარზე, ამაზე არის მისი შედეგები ბიზნეს პოინტებიდან გამომდინარე და დიდი ბიზნესი უფრო სხვანაირად შედის, ასე ვთქვათ, ამ საკითხების მოგვარებაში. რეალურად ვალდებულება რომ არ ქონდეთ კომპანიებს ამ საქმიანობას, ამ მიმართულებას განახორციელებდნენ თუ არა, დაკვირვება და პრაქტიკა რასაჩვენებს, ანუ რამდენად ესმის ბიზნეს ამ მიმართულების საჭიროება? აი ზუსტად ეგ ძალიან კარგი კითხვაა. ზუსტად ეს განაპირობებს იმას, რომ საქართველოს ბაზარზე თვითონ ინვენტარიზაციის მოთხოვნა ბევრად უფრო დაბალი არის, ვიდრე მაგალითად ბუღალტერიის სერვისზე მოთხოვნა შრომის უსაფრთხოებაზე, პერსონალურ მონაცემებზე, იმიტომ რომ ამ მიმართულებებს უშუალოდ არეგულირებს კანონი. ინვენტარიზაციის მიმართულებას კანონი არ არეგულირებს და შესაბამისად მოთხოვნა გამომდინარეობს იქიდან, რომ ან თუ ბანკთან აქვთ ან სადაზღვევოსთან ურთიერთობა, რა ქონების ხარჯზე აძლევენ სესხს, ან რა ქონების ხარჯზე აზღვევენ, ან პირობითად დამფუძნებლებს შორის ხდება გაყოფა, ან შერწყმა, ან კომპანიის გასხვისება და მსგავსი ტიპის საკითხები, როცა იჩენს თავს და ძალიან ხშირი არის ჩემ კლიენტებში ისეთი პორტფელი, რომელსაც უცხოეთიდან ყავს წარმომადგენლობა და მათთან აქვთ რეპორტი წარსადგენი და ისინი ითხოვენ და ძირითადად ჩემი კლიენტები უფრო პირველი და მეორე კატეგორიის ბიზნესები არიან. ეხლა სტატისტიკურად მე რასაც უყურებ 20 მილიონს ზემოთ ვისაც აქვს ბრუნვა და ფილიალები ვისაც აქვს, ვისაც აი ამის მონიტორინგი და დამენეჯმენტება უჭირთ და ასევე როგორც ვახსენეთ, ფინანსური ანგარიშების აუდიტის წარდგენის დროს მათ აქვთ ვალდებულება, რომ ინვენტარიზაციის პოინტი ყველა ვარიანტში კონდეთ გამწვანებული. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, რომელიც პრაქტიკულად ყველა მიმართულებას მოიცავს. აი ასეთ სიტუაციაში ამ მიმართულებას და ინვენტარიზაციის ასე ცალკე მიმართულების არსებობას რამდენად რეალურად შედეგი შეიძლება ქონდეს ბიზნესისთვის, ანუ რამდენად აქვს აზრი ამ მიმართულების
ასე კვალიფიციურად განხილვას კომპანიების მხრიდან? მე 5 წელია როგორც თქვი ბაზარზე ვარ და ყოველ წელს არის ზრდა და ყოველ წელს არის მინიმუმ გაორმაგებული ზრდა ჩემი მიმართულებით. ეს გარკვეულწილად იმან განაპირობა გარკვეულწილად რომ ეს ბიზნესი მაქვს გატანილი მხოლოდ ერთი მიმართულებით და არ ვაკეთებ ყველაფერს. ანუ ვარ დარგის სპეციალისტი და ვემსახურები უშუალოდ ინვენტარიზაციის მიმართულებით. ეს ერთი საკითხია. მეორე საკითხი ის არის რომ თვითონ ტექნოლოგიები რო ვითარდება, ამ ტექნოლოგიებს სჭირდება ყველა ვარიანტში ადამიანური რესურსი, რომელიც ამას ფიზიკურად დათვლის და შემდეგ ამ დათვლილის ბუღალტრულ ბაზასთან დადარებას უზრუნველყოფს, რომელიც ძალიან რთული არის. შეიძლება ფიზიკურად ინვენტარიზაციას მორჩე პირობითად ვამბობ 10 დღეში, მაგრამ ბუღალტრული ფაილი რომ აიღო და შეადარო ფიზიკური მონაცემები ფაქტობრივად რაც ხელში გვეჭირება, დაახლოებით თვე-ნახევარი 2 თვე შეიძლება დაჭირდეს, იმიტომ რომ აქ არის ასე ვთქვათ შეუთანხმებლობა შესყიდვებს და ბუღალტერიას შორის. შესყიდვებმა იცის ვიზუალურად როგორ გამოიყურება პროდუქტი, ხოლო ბუღალტერია იცის როგორ არის გატარებული. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. ნახოთ, რამდენად აქტიურები იქნებიან ქართული ბიზნესები ამ მიმართულების აქტიურად დანერგვის კუთხით. ნიკოლას გურგენიძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირი ეთერის სტუმარი.